ჭოპორტის ფესტივალი სამეულის ბატონო გირგოლო. დიახ. დღეს ჩვენ კონფიდენციალური საუბარი უნდა გქონდეს და მე ვიფიქრე ახ არ არის პრობლემა. მუზა დამტოვე. ჩემი მუზა სხვადასხვის ბოლო ერთი თვეა რაც სულ ჩემთან ერთად არის. და აი ჩემი ლექსების ახალი კრებულიც გამოვეცი. დააკაბადონეთ სქელტანიანი წიგნი ჩანს. ხომ არაფერს მიიწოთ ბატონო გირგოლო. რამეს მსუბუქად თუნდაც აი ამ ნამცხვარს შევექცეოთ. დიახ. თქვენს გირჩევთ მეგობრებო, აუცილებლად მიირთვით, კარგად გამოიკვებეთ, მიიღეთ საზრდო, რადგან დღეს ჩვენ ჭოპორტში როგორც იცით მივდივართ აქედან. დღეს არა, ხვალ გამთენიისას, იმიტომ რომ ხოდა აქ ვათენებთ. მიხეილ, რა თქმა მართალია ხვალ მივდივართ, იმიტომ რომ რითმაში ხვალ ჯდება. ახალია. შუმათქმევინებთ კარგს იზამთ. ესე იგი ჭოპორტში ჩავალთ. იქ რა თქმა უნდა გაგვიტაცებს პოეზია. სხვანაირად შეიძლება. პოეზიის ზღვაში ჩავიძირებით, ოკეანეში ჩავიძირებით პოეზიისა. იქნება შეხვედრები ახალ თაობასთან, ძველ პოეტებთან, ასე ვთქვათ და მოკლედ ვიქნებით გასულნი, როგორც იტყვიან, ვიქნებით გასულნი ამ ქვეყნიური, ყველაფერი ამ ქვეყნიურიდან და შენ როგორ გექნება იმის დრო, რომ რაღაც მიწიერზე ვიფიქროთ, რაღაც საკვებზე ვიფიქროთ, ჭამაზე ვიფიქროთ, ამის დრო არ გვექნება, არც სურვილი და საერთოდ შეგრძნება ასე რომ მე გირჩევთ თადარიგი დაიჭიროთ. კარგად გამოიკვებეთ და თან ასე ვთქვათ, თადარიგი დაიჭირეთ, მეგობრებო. დიახ, აი თუნდაც მე მომბაძეთ აი ესე ოსტატურად მოვიფიქრე ჩემო მეგობრებო, კარაქიანი. საოცარი მოფიქრება ამას. რითმულია. ბატონო ტობა, რა მაინტერესებს? თქვენ ფსევდონიმი შეიცვალეთ? ხახან შევიცვალე. ესე კი სიმართლეა. კი, მაგრამ ასე ხშირად რატომ იცვით ფსევდონიმებს? საქმე ის გახლავთ ბატონო მიხეილ რომ როდესაც ძველი ფსევდონიმით მივდივარ ამა თუ იმ სტამბაში, რათა დამიბეჭდონ ჩემი ლექსები. ნისიაზე არ მენდობიან, იმიტომ რომ არები მაქვს მე. შეიძლება ადამიანი იყო აფერისტი, მაგრამ ასე პოეტურად? დაგისხავთ. ბატონო, გამარჯობა. მოგესალმებით. ოდან ჩემო მეგობრებო, ისამართი ხომ არ შეგეშალათ? არა, ჭოპორტის ფესტივალთან დაკავშირებით მოვედი. მეც პოეტი გახლავ და უბრალოდ არ შემიძლია გულმა ვერ მომიწვინა და მეც ჩემი, ასე ვთქვათ, ოდნავ მოკრძალებული ლექსები მოხდა. თუ შეიძლება რომ წაგიკითხოთ. თქვენ წამოსვლა გნებავთ? დიახ, ჭოპორტის ფესტივალში მინდა რომ კი, მაგრამ შეგიძლიათ გაცუროთ პოეზიის ოკეანეში, გათამამდით, მეგობარო. ვეცდები, ყოველ შემთხვევაში შეგედრებით, დიახ. ბევრი ლაპარაკის გარეშე წაიკითხეთ. შეიძლება კი არ ზღის ამ ლაპარაკად თქვენი წამოსვლა ჭოპორტში, მაინც მოგისმენთ. ანუ მომისმენთ, ხომ? დიახ, უღრმესად გმადლობთ. ერთი გოგო შემიყვარდა დავპატიჟე რესტორანში. შევუკვეთეთ გოჭი მწვადი, კარგად ვიქეიფეთ იქვე. მერე გოგო მომთხოვა, წვენი მომიტანეო, მოუტანეთ წვენი და იცის დალია. მოუტანეს შემდეგ ნაყინი, კაიაო. რომ მითვა ნაყინი, გაისვა ხელი ასეო. მერე კინოში მომთხოვა წაყვანა. წავიყვანე კინოში და უყურებდით კინოს. უცებ პოპკორნი მომთხოვა, მე უთხარი მეტი აღარ მაქვს, პული თქო. ხო და თუ რა გაგთო, კათი ყავია. თქვენ რომანი ხომ არ მოყოლ? არა, მე ლექსი იყო ეს? დიახ, მე რა მინდა იცით რომ ვთქვა. არაჩვეულებრივი ლექსი იყო, მე მინდა ვთქვა, მაგრამ ხომ არ აჯობებდა იქ ჭოპორტში ფესტივალზე ეს ლექსი წაიკითხოს, მაგალითად გურამ საღარაძემ. როგორ გეგადრებათ, ბატონო ტობა, როგორ გეგადრებათ? როგორ შეიძლება ამ ლექსს ავტორის გარდა სხვა როგორ წაიკითხავს? არა ვერანაირად, თვით ბაირონიც ვერ წაიკითხავს ამ ლექსს ასე. პაპატია ბაირონ კიდევ ერთხელ შეგაწუხე. როგორ გეგადრებათ? თქვენ ჭოპორტში ხართ ფაქტიურად ჭოპორტში ხართ. კი ბატონო. სიყვარულით ბრძნეული დარჩა შეეული. იბძანდით. ჭოპორტში ვარ, ხო? დიახ, ჭოპორტში. ორა მადლია ჭოპორტი. ავტობუსები ხომ იცით საიდან გადის? საიდან? ასათიანის ის ქუჩა ხომ იცით? აი იქ. ასათიანთან ჭოპორტში მუნ უნდა ვიყო ხვალამდე. აი, მე
ყოველთვის მივესალმები აი ასეთ ახალგაზრდებს. მე მიყვარს, როცა ახალგაზრდას ლექსი უყვარს. გიჟდები. იცით რა არის მე ამას სახშიც კი ლექსის გარეშე არ შემიძლია. ლექსი ეს არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. იცით რა არის აი ეხლა ქართველებს ცოტა გვახასიათებს ცოტა რაღაცნაირ უცნაურობა და სიამაყე თითქოს ფუნდამენტალიზმიც რომ ქორწილამდე თითქოს ლექსი არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება ქორწილამდე ლექსი ამიცოდეს? რას ამბობს მიხეილ, რას ისულელი? რა სისულელია ქორწილამდე ლექსი? რატომ თუ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ? რა თქმა უნდა. და თუ ლექსი უსაფრთხოა, იყოს ქორწილამდე. არ ეთანხმებით? სრულიად გეთანხმები. რა თქმა უნდა. სრულიად. მეც ლექსების ძალიან დიდი მოტყიალი ვარ, ახლა ლექსის გარეშე მე ცხოვრება საერთოდ ვერ წარმომიდგენია, რა თქმა უნდა. ძალიან მე ვიტყოდი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და საჭიროა ლექსი. უბრალოდ ეს არის რომ ამ ბოლო დროს ცოტა მუზები გააძვირდნენ. მუზებმა გააძვირეს მართლაც. ლექსის უსაზღრო სიყვარულმა მე რამოდენიმე ცოლი გამომაცვლებია. და ახლა გადავწყვიტე რომ ყველა ყოფილ ცოლს თითო ლექსი მაინც მიუძღვნა და თითქმის ყველას მიუძღვები. და აპირებთ გამოცემას? არა, ჯერ ბარემ დავამთავრებ მერვე ტომს და მე ერთად გამოვცემ ყველა ლექსი. გაძლება მოგცეთ და ოფცილა ბუნების ძალამ ბატონო ტობა მე საერთოდ მინდა აღნიშნო რომ სიყვარული ქალი ეს ჩემთვის ყველაზე წმინდა რამ არის იმიტომ რომ სიყვარული ჩემთვის იმდენად ფაქიზია რომ მე არ შემიძლია ეს იდეოლოგია ლექსით არ გავაგზელო ესოდენ წამოჭრილი მოდით ერთ ლექსს გეტყვით ქალი და სიყვარული ქალს ბოლომდე ნუენდობი და ნურც ვნებებს აყვები ქალში სული ხიბლავდეს და არა მისი ბაყვები არა ცხოვრებია მაგრამ მე მინდა თქვა ბატონო მიხეილ რომ მე თქვენს პოეზიაში განსაკუთრებით მაინც ინტონაციური პოეზია რა თქმა უნდა რა გადროს ინტონაციური პოეზია თუ შეიძლება ხორცნეთ ერთი ნიმუში კარგით ერთხელაც გავიყადრებ თავს პოეზიის წინაშე თქვენ ფრინავი რომ გაჩერდა მიაყენეს ტრაპი სათამბჯენებს აგიშენებს დონალდია ტრაპი ჭობოტის საერთაშორისო ფესტივალზე აქედან გადიან პოეტები უკაცრავად. თქვენ მიბრძანდებით? მეც პოეტი გახლავართ და მინდა რომ თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღო ჭობოტის საერთაშორისო ისმენთ ბატონო? პოეტი ბრძანდებით? დიახ, პოეტი. და ლექსებს თუ წერთ? თამამი. მაქვს რამდენიმე კრებული, მაქვს გამოშვებული. დიახ. ხუბარ შეგიძლიათ ხაწვები პოეტისა გაქვს სხვათა შორის. პოეტურ ხაწვებს ყოველთვის ვატყობ. დიახ. ვითხარით ერთი ლექსი ბრძანეთ თუ გეტყვით თქვენ ალბათ არ გსმენიათ და გეტყვით. აი მაგალითად ესეთი ლექსი ყვავილი ჩავდე უკვე ვაზაში. ნელ-ნელა გადავედი მე სულ სხვა ფაზაში. ვიცი რომ მაინც ვერავინ მაჯობებს ბაზარში როცა შევდივარ მე ძლიერ აზარტში. აი ეს ლექსი არის. ისიც არის რითმა არის მაგრამ სტილი არ არის. სტილია, იცი, ინდივიდუალობა არ არის საფრთხე. თქვენი ცოტა მეტი სტილი და მეტი პოეტური მიმართულება უნდა. აი ეს საკლია. მეტი რითმიკა ხო არ მივცეთ. თქვენი სტილი უნდა გქონდეთ. აი მაგალითად ასე წავიკითხავ მაშინ მე მეორე ვერსია თქვენ სტილი გაინტერესებთ? მეორე ვარიანტიც მაქვს მაგალითად ყვავილი ჩავდე უკვე ვაზაში მე ნელა გადავედი სულ სხვა ფაზაში ვიცი რომ მაინც ვერავინ მაჯობებს ბაზარში როცა შევდივარ მე ძლიერ აზარში აი ეს უკვე 2019 მაისში შუაღამე ჩვენს პოეზიას თუ იცნობთ ახალგაზრდა რაღა დაგიმალოთ პოეტური ხაწვებით ახსავსე ახალგაზრდა რაღა დაგიმალოთ და რა თქმა უნდა რომ ვიცნობ ძალიან კარგი თუ იცნობ მეტადრე ვიცნობ განსაკუთრებით აი ეს ხიბლავს თქვენი ინტონაციური პოეზია ნუ ეს ვის ახიბლავს ახლა ხიბლავს და გასაგებია რომელი მოგწონთ განსაკუთრებით ინტონაცია შემიძლია გითხრათ აბა რომელი პატარა ნაწყვეტს ამონაკვეს გავიხსენებ თქვენი ერთ-ერთი ლექსიდან ჩემი უსაყვარლესი ლექსია მეფეს ლხინი გაუმართავს არაკლია ომბალო ჩვენ თუ ჩვენ თავს არ უშველეთ ჩვენ მოგხედავს ოსმალო კარგია
კარგია. ოღონდ ისიც რა არის, აი ეს დეტალი გამიკეთეთ. ჩვენ თუ ჩვენ თავს არ უშველეთ, ჩვენ მოვხედავს ოსმალო. გააწრილეთ ხმა ოსმალო. გააწრილეთ აი ეს მომავალში გაიქეთ ოსმალო. აქ ეს დეტალი გამიკეთეთ ოღონდ ყოველთვის. საჩვენებელი თითი ოდნავ დაწეულია. ამადი განავდებით ჭოპორტში. კარგია ხალხო. კარგია ხალხო. ჭოპორტში მოვიდეთ. ვიყავ ფიჭერია ხალხო. ეს თქვენი ანგარიშინებეთ. მადლობთ. ვინ გადაიხდის ანგარიშს? რა თქმა უნდა, ტობა. რატომ ტობა? მართალია ტობა. იმიტომ რომ ჩემო მეგობარო ეხლა დარწმუნებული ვარ მე და მიხეილი ისევ შევძლებთ იმ სისწრაფით გაქცევას რომ ეს ლამაზი გოგონა ვერ დაგვეწევა და აი თქვენ მართალია. ბატონო გირგოლ. რა მინდა იცით გკითხოთ? თქვენ კი მოდიხართ ჭოპორტში, მაგრამ გვარწმუნებთ მე და ტობას რომ იქ სასწრაფოს გამოძახება არ დაგჭირდება და ნებათა ღელვა ჩახშობილი იქნება თქვენს. ჩემო მეგობრებო, მინდა გაგახაროთ რომ მე სრულიად დავამარცხე გრძნობები, ის გრძნობები რომლებიც პოეზიას მოქონდა და ასე ვთქვათ მე იმ დონეზე მივყავდი რომ რაღაც დისკომფორტს გიქმნიდით, ის აღელვება ის ნებათა ღელვა ლექსის კითხვის დროს იცით ჩემი ემოციები. ანუ ემოციები უგუაგდეთ? მე გავავლე ზღვარი ჩემსა და ემოციებს შორის და ვუთხარი ემოციებს ამის აქეთ აღარ გადმოხვიდეთ. მე ამის და სამჯერა. მე შემიძლია ლექსი ისე წავიკითხო, რომ ყოველგვარი აღელვების გარეშე დავაშორო. მე თუ ეს ჩემი თვალით არ ვნახე ამჯერა ისე. ოთაშორის მეც ვეჭვინებარება თუ ნებას დაგხვდეთ. მეგობრებო, მოემზადეთ. 5 გამხდარა საათი. 6-იც გახდება მალე. კარგია. 10 დიახ გისმენთ. 10 დება. დიახ, კარგია. აღარც 10 დება, აღარც 10 დება. ხმა ჩაეხრიცათ მამლებს. კარგია. აი ეს მართლაც საოცარი იყო. შედეგის სახით. და მე აქ ვარ თქვენს წინაშე. მან უკუაგდო ნებათა ღელვა მართლაც და ჩვენ სასწრაფოს გამოძახება აღარ დაგჭირდება. მე ამით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა. 5 გამხდარა საათი. 6 გახდება მალე. რა ინგლისურის მასწავლებელი მოდის? ვინ არის? მოისმინე კაცო, ეხლა ეს მასწავლებელი არის სახელმწიფო პროგრამით ჩამოსული აქ. მე კი არ ვუხდი ფულებს. ჩემთემ უკას ამეცადინებს ამაზე ენაცვალოს დედა ამას. მე რატო ჩვენთან გაანაწილებს? მაინც და ესე მოხდა ნიკოლოზ ეხლა და